საღამოში და თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალამბებში ნახავთ. აბასთუმნის ობსერვატორიის ოფიციალური მოთხოვნა და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება. რატომ იქცა აბასთუმნის საზე საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა სპეკულაციების საბაბად და ვინ დგას ხელოვნური აჟიოტაჟის უკან? საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეა და მაღალი რანგის შეხვედრები. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში გრძელდება. სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობა და გარეჩარავების პრევენციის აუცილებლობა. რა გზავნილები გააჟღერა შავა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. თურქეთში ვიზიტს იწყებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პირდაპირ ჩართვა რამდენიმე წუთში. საქართველოს ეკონომიკური წარმატება და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მორიგი დადებითი პროგნოზი. 2013-2021 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. როგორია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ყავის ქსელი ქართულ ბაზარზე Starbucks-ის საქართველოში ოპერირებას იწყებს. პირველი ობიექტი თბილისში ზაფხულში გაიხსნება. დეტალები მთავარ გამოშვებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილების საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეაზე და მაღალი რანგის შეხვედრები. საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში გრძელდება. რიგით 152 ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შავა პაპუაშვილმა სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე გარეჩარავების პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა. იგივე საკითხებია განხილვის მთავარი თემები მაღალი დონის შეხვედრებზეც, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მართავს. მე დეტალს ჩემი კოლეგა სალომე გობრონიძე გვეტყვის, რომელიც სტამბოლიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, გისმენთ. გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს, რადგან ჩვენ არ ვართ ამ ისტორიაზე დამკვირვებლები, ჩვენ მისი ავტორები ვართ. სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმაზე სიტყვით გამოსვლა და მკაფიო იყო შალვა პაპუაშვილის ის გზავნილები, რომელსაც ადგილზე დარბაზშივე 157 ქვეყნიდან 76 პარლამენტის თავმჯდომარე და 800-ზე მეტი კანონმდებელი ისმენდა. შალვა პაპუაშვილმა მაღალი პარლამენტო ტრიბუნიდან დღეს ერთ-ერთ მთავარ მსოფლიო გამოწვევად პირდაპირ დაასახელა საგარეო ჩარევის მავნე პრაქტიკა, რასაც მისივე თქმით, სწორედ ის საკანონმდებლო რეგულაციები ადასტურებს, რომელსაც მაგალითად ევროპული სახელმწიფოები, როგორც დიდი ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთი მხრივ ერთმანეთის მიყოლებით იღებენ საკუთარი ქვეყნების გარე ჩარევისგან დაცვის მიზნით, მეორე მხრივ კი ამავე რეგულაციების გამო სხვა სახელმწიფოებს აკრიტიკებენ და როდესაც ეს არათანაბარი დამოკიდებულებები, ორმაგი სტანდარტები და გარე ჩარევების სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარი არაღად იქცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მსოფლიო პარლამენტების თავმჯდომარეებისა და დელეგაციების წინაშე. კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი პირველ რიგში სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვა და საკუთარი ხალხის ხმის ხმამაღლა დაფიქსირება და ამ მოცემულობას უცხო ძალები ვერ შეცვლიან. გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ გაძლიერდეს. ჩვენ არ ვართ ისტორიაზე დამკვირვებლები, ჩვენ მისი ავტორები ვართ. სწორედ ჩვენს დარბაზებში ყალიბდება ერების სუვერენული ნება. სწორედ ჩვენი საშუალებით საუბრობს ხალხი, მკაფიოდ, ლეგიტიმურად და დამაჯერებლად. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ხმა არასდროს შესუსტდეს, არასდროს დაიჩრდილოს და არასდროს ჩანაცვლდეს. ხშირად გვესმის, რომ გლობალური წესრიგი სუსტდება. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ერთი საბაზისო საკითხი უცვლელი რჩება. ეროვნული ინტერესი. ნამდვილი საერთაშორისო თანამშრომლობა ილუზიაზე არ შენდება. ის რეალობაზეა დაფუძნებული და რეალობა მარტივია. ერები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. როდესაც ეს ინტერესები დემოკრატიული ნებით არის გამოხატული, თანამშრომლობა ძლიერდება, მშვიდობა ხდება უფრო მდგრადი და წესრიგი უფრო სტაბილური. დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებაში.
ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარების კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა გაერთიანებულ სამეფოში, ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს. დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ და მაინც არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის რაც ერთ ქვეყანაში დაცვად მიიჩნევა, სხვაში შეზღუდვად ფასდება. ის რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თუ თანამშრომლობას სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასათვის ერთნაირი უნდა იყოს. და რა შედეგი მოაქვს ეროვნული ინტერესების და ქვეყნის გარე ჩარავებისგან დაცვას. ამის კარგ მაგალითად შალვა პაპუაშვილი ჩვენს რეგიონს, სამხრეთ კავკასიას ასახელებს, სადაც ქვეყნებმა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით ქვეყნების სტაბილური განვითარება უზრუნველყვეს. პარლამენტის თავმჯდომარე გარე ჩარევის, როგორც მსოფლიო გამოწვევის მოგვარების გზად სახელმწიფოების ერთობლივ მოქმედებას ასახელებს არა უბრალოდ დეკლარაციებით, არამედ რეალური ნაბიჯებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უნდა შეიქმნას სამართლებრივად და ყველასთვის თანაბრად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რისის შესრულებაც სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენის, მშვიდობის გამტკიცების და მომავალი თაობებისთვის, სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისთვის გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ნება-მომეცით ვისაუბროთ ჩემს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე. ერთ დროს არასტაბილურად მიჩნეული რეგიონი დღეს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის მოქმედი სუვერენიტეტის შედეგი. საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და როდესაც სუვერენიტეტს პატივსცემენ, სტაბილურობაც მყარდება. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ, ჩვენ გავაძლიერეთ გამჭვირვალობა. დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველს ყოფად რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას. და ჩვენ გავაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას, ხოლო პარლამენტი, რომელიც მნიშვნელობას კარგავს, ვერ დაიცავს სუვერენიტეტს. მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები, ტექნიკური დეტალები კი არა მშვიდობის საფუძველია. და სწორედ ამიტომ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენს დროში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს. ჩვენ უნდა გავცდეთ უბრალო დეკლარაციებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპში მკაფიო გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება. სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენ სახელმწიფოებს, ჩვენ გავაძლიერებთ მშვიდობას, აღვადგენთ ნდობას და უზრუნველყოფთ უფრო სტაბილურ და სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მომავალი თაობებისთვის. ეს სიტყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მსოფლიო საპარლამენტაშორისო კავშირის რიგით 152 სესიის ფარგლებში თქვა, ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმას კი ქართული მხარე იყენებს ორმხრივი შეხვედრებისთვისაც. დილიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირისპირი შეხვედრები გამართა ლუქსემბურგის, საბერძნეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ვიეტნამის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო დელეგაციებთან. სულ ცოტა ხნის წინ მედიასთან შეაჯამა დღევანდელი დღე შალვა პაპუაშვილმა მისი თქმით, ქართული მხარე ამ პლატფორმას გამოიყენებს მაქსიმალურად ქართველი ხალხის ინტერესების გასატარებლად. რაც შეეხება უკვე გამართული შეხვედრების შინაარსს, ბუნებრივია მეზობელ ქვეყნებთან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სახელმწიფოებიდან პარლამენტის თავმჯდომარეებთან სასაუბრო მთავარი თემა ქვეყნებს შორის კავშირების, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება იყო, ხოლო ევროკავშირის წევრ ლუქსემბურგის და საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო დელეგაციებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა ბუნებრივია იყო საქართველოს ევროკავშირის შორის დღეს არსებული ურთიერთობები. ქართულმა მხარემ ევროკავშირის წევრ ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბრიუსელის იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას საქართველოსთან დაკავშირებით აქვს, როდესაც ირჩევენ დირექტივების ენას დიალოგის ნაცვლად. შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ თავად გაერთიანების შიგნით ამ უსამართლო დამოკიდებულებაზე
დამოკიდებულებაზე პარლამენტებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. მეორე მხრივ კი ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებისგან ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტებს ვესაუბროთ, მის ხელმძღვანელობას ვესაუბროთ. ვინაიდან სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შორის და საკუთარ დღის წესრიგს ატარებს და არა წევრი ქვეყნების ხალხების დღის წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ერთ-ერთზე გვესაუბრა პირდაპირ ჩვენ კოლეგებთან, ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის საბერძნეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან. და კიდევ ერთხელ აგვეხსნა როგორ ხედავთ ჩვენ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას და ძალიან მიხარია რომ ორივე კოლეგასთან ჰქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი ჩვენ შევთანხმდით რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა იქნება ინტენსიური ყველა დონეზე, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელობის დონეზე, ისე კომიტეტების თუ მეგობრობის ჯგუფის დონეზე და გვექნება ჩვენ ამ მხრივ ვიზიტების გაცვლაც და საუბარი ერთმანეთთან. უამბეთ მას იმ საგარეო ჩარევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში განხორციელდა რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან და დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის, მზად ვართ დიალოგისთვის. პრინციპში მასაც ეს კითხვა გქონდა, რომ როგორ ხედავთ ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობების განვითარებას, იმიტომ რომ მან ახსენა თვითონ საუბარშიც, რომ 2023 წელს ლუქსემბურგმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ზოგადად ლუქსემბურგი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ჩვენ შევთანხმდით ასევე იმაზე, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ლუქსემბურგის სპიკერმა გითხრა, რომ ნამდვილად თუ რაიმე კრიტიკული კითხვები და თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრებები აქვს ევროკავშირს, ეს დიალოგის ფორმატში უნდა იქნას განხილული. მათ მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ რა ხდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დღეს და ასევე ზოგადად რა გლობალურ გამოწვევებს შეუქმნის ომის გაგრძელება არა მხოლოდ ყურის რეგიონს, არამედ მთლიანად მსოფლიოს. ჩვენ გქონდა საუბარი ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის არაბულ ინვესტიციაზე. არაბული მხარე კარგად არის ინფორმირებული იმ მავნებლური, ასე ვთქვათ, ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში ტარდება არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერთან. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენი რეგიონის მნიშვნელობას, შუა დერეფნის პოტენციალის საომავლო გამოყენების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების გაძლიერების საკითხს, ისევე როგორც წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივი ინტერესის პროექტისას, ასევე დიდი აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით. ომის გავლენა რეგიონში და არაბული ინვესტიციების სამომავლო პერსპექტივები საქართველოში, ეს იყო განხილვის მთავარი საკითხი არაბთა გაერთიანებული სამეფო საპარლამენტო დელეგაციასთან. კვლავ გამოითქვა სურვილი, რომ მზარდი იყოს ინვესტიციები საქართველოში. ბუნებრივია ჩვენ მივესალმებით გამოთქმულ სურვილს. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე მეორე დღეა სტამბულშია. დღის წესრიგი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არის დატვირთული გარდა ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობისა. როგორც უკვე გითხარით, ქართული მხარე ამ პლატფორმას იყენებს ორმხრივი შეხვედრებისთვისაც. შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან შეხვედრებს ხვალაც გამართავს. მადლობა საომე, პირდაპირ ეთერში საომე გობროინძე საუბრობდა. თურქეთში ვიზიტს იწყებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვაბახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიხსნება. დაგეგმილია ირაკლი კვაბახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ნუცა კოროშინაძე გვეტყვის მეტ დეტალს, რომელიც ანტალიიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა გისმენთ.
როგორ უნდა შეძლოს მსოფლიომ არსებული გამოწვევების წინასწარ განსაზღვრა და მათი ეფექტურად გადაჭრა, რათა უკეთესი მომავალი შეიქმნას. ეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი თემატიკა, რომლის ირგვლივაც მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდებიან. შესაბამისად, ანტალია მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. აქ შეკრებილები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა საერთაშორისო საზოგადოება დგას და მათი გადაჭრის გზებზე. რასაკვირველია, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელიც უკვე ხვალ დელეგაციის წევრებთან ერთად ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. პარალელურად უკვე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემატიკაც მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა არის. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ანტალიის ფორუმში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი. წელს მასში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე სახელმწიფოს ლიდერი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა გქონდეს შეხვედრები კოლეგებთან. შედგება ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის და ანტალიის ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ლიდერების პანელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ისაუბრებს თანამედროვე გამოწვევებზე და სამომავლო ხედვებზე საქართველოსთან. ანტალიის დიპლომატიის ფორუმი საკმაოდ მაღალი რანგის ფორუმი არის, რადგან ის გააერთიანებს მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს, აკადემიკოსებს, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა საერთაშორისო საზოგადოება დგას. მადლობა ნუცა პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინეძე საუბრობდა. ცვლილება საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასებში დაბა აბასთუმნის თავზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ ასტროფიზიკური ობსერვატორიის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. გადაწყვეტილება სამეცნიერო ცენტრისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რადგან ასტრონომიული დაკვირვებისთვის აუცილებელია მაქსიმალურად სუფთა და სტაბილურიცა მინიმალური ტექნიკური ჩარევებით. აბასთუმნის ობსერვატორიის მოთხოვნის სამეცნიერო საფუძვლებს თავად მეცნიერები განმარტავენ. ფრენების შეზღუდვა გარკვეულ მონაკვეთებზე დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკაა, თუმცა საქართველოს უნიკალური კურორტის თავზე საჰაერო შეზღუდვის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს ოპოზიციამ და ოპოზიციურმა მედიებმა. მართველი გუნდი ხელოვნური აჟიოტაჟის უკან ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას ხედავს. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. ეს აბასთუმნის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიერ განათლების მინისტრის სახელზე გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტია, რომლითაც სამეცნიერო ჯგუფის წევრები აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენების შეზღუდვას მოითხოვენ. დოკუმენტი 2025 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება და მასში დეტალურად არის განმარტებული ობსერვატორიის თავზე საჰაერო შეზღუდვის აუცილებლობის სამეცნიერო საფუძვლები. აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი დეტალურად განმარტავს, თუ რა საგანგაშო საფრთხეებს ქმნის სამეცნიერო საქმიანობისთვის, უფრო კონკრეტულად კი ასტრონომიული დაკვირვებებისთვის გახშირებული ფრენები. სწორედ შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მეცნიერების თხოვნა დააკმაყოფილა და აბასთუმნის თავზე ფრენების შეზღუდა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2021 წელს მიღებული რეკომენდაციაც. ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. პირველი იცით, რომ აბასთუმნის ობსერვატორიაში დაინსტალირდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო დიდი ტელესკოპი, მეტრანახევრიანი ავსტრიული წარმოების ASA's წარმოების ტელესკოპი, რომელსაც გაცილებით მეტი შეღწევადობა გააჩნია და რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია ღამისცის ნათება ან სიგნალე ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, იცით, რომ რადიკალურად გაიზარდა საჰაერო ფრენების რაოდენობა. ჩვენ გავიარეთ დამატებითი კონსულტაციები საჰაერო ნავიგაციასთან და ვკითხეთ, რისი შესაძლებლობა არის და აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ნაწილობრივი მხარდაჭერა, არა აკრძალვა, არამედ შეზღუდვა ერთი, არა 30 კილომეტრიან რადიუსში, არამედ ცოტა უფრო მცირე ზომის, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი არის შეზღუდვა, რომ აქ არ გადიოდეს მაგისტრალური ხაზები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ცენტრალური კონუსის ნაწილში, რომ არ დაფრინავდნენ თვითმფრინავები. ობსერვატორიის ხელმძღვანელმა არგუმენტებზე დაფუძნებული ეს ინფორმაცია მიაწოდა იმ ოპოზიციურ მედიასაც, რომელმაც ობსერვატორიის თავზე საჰაერო ავიამიმოსვლის შეზღუდვის თემა სპეკულაციების საბაბად აქცია. საჰაერო ავიამიმოსვლის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომ არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, ამაზე საუბრობენ სხვა მეცნიერებიც. სპეციალისტები განმარტავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალეცა სამეცნიერო კვლევებისთვის და იქვე ამბობენ, რომ ამ დიადი მიზნისთვის საჰაერო ტრასის მიმართულების მინიმალურად შეცვლა არავითარ გავლენას არ ახდენს საჰაერო მარშრუტის სრულყოფილ შესრულებაზე. რომ წარმოიდგინოთ, რას აკეთებს ესა და რას აფუჭებს თვითმფრინავი, თავისთავად დადებითი მოვლენაა და სატრანსპორტო საშუალებაა, მაგრამ ობსერვატორიის ცაზე ყველას დღისით წარმოდგენილი გაქვს თვითმფრინავი, რომ გადაიფრეს, როგორ კვალს ტოვებს ის თეთრ კვალს. აი ეს თეთრი კვალი ფაქტიურად არის წყლის ბუშტუკები და აეროზოლები, რომლებზეც მერე ხდება მზის გამოსხივების არეკვა. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში რა ნათება აქვს ამას და ხამის განმავლობაში ეს არ ჩანს, მაგრამ როცა ჩვენ ვაკვირდებით ობსერვატორიიდან ტელესკოპით, ეს ამცირებს გამჭვირვალობას. ეს იყო ჩვენი სათხოვარი და ამას თხოვდა ჩვენი მეცნიერები იმას მთავრობას, რომ იქნებ მოხერხდეს და ობსერვატორიას მოვაშოროთ ეს ტრასა. სწორედ გაგებით შეხვდა და ძალიან მადლობელები ვართ, რომ მთავრობა გაგებით შეხვდა ამ ჩვენ მოთხოვნას და გადაიწია ეს. ჩემთვის გაუგებარია, ვის უნდა უშლიდეს ხელს, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება ტრასა, ობსერვატორიის თავზე იქნება თუ გვერდზე. ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა. და დანარჩენი არაფრისთვის არ აქვს. სხვაობა არ არის, არაფერი აბსოლუტურად, არც გზა უგრძელდებათ, არც პოლიტიკურ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ეს ტრასა სად იქნება საქართველოსთან არ გასულა, ისევ საქართველოს თავზე არის, ოღონდ გადაწეულია ობსერვატორიაზე არ ხდება ეს ფრენები. ჩვენი აზრით უსწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ეს გამონაბოლქვი და რაღაცები ჩვენ ხელს გვიშლის ახლა. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ აბასთუმანში კი არ გავაკეთებთ, რომ მცხეთაში გავაკეთებთ ობსერვატორია და თბილისიდან ახლოს ვიქნებოდით. ეს იმიტომანელი აქ გამოტანილი რომ ცარი წმინდა სულთა ეკონომიკის სამინისტროში კი მკაფიოდ განმარტავენ, რომ საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება, რაც საერთო სურათს არ ცვლის. გადაწყვეტილების მიღებისას კი სრულად გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტები. არ არსებობს ჩვენი მხრიდან მოლოდინი, რომ აღნიშნული ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლო არის გავრცელებული ინფორმაციები, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და შესაბამისად ეს ცვლილებები ჩვენ დავამუშავეთ საჰაერო მოძრაობის ორგანიზების შესაბამისი პროცედურების და ფრენის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე. საჰაერო მარშრუტის შერჩევისას ავიაკომპანიები მანძილის გარდა ითვალისწინებენ სხვა უამრავ ფაქტორს, როგორც არის მეტეოპირობები, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის მიღებული საერნაოსნო ინფორმაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ყველა ტიპის ფრენაზე. შესაბამისად, რეგიონში ვიზუალურ ფრენის წესებით ფრენა დაშვებულია. აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო ავიამიმოსვლის კორექტირების საკითხი ტრადიციულად სპეკულაციებისთვის გამოიყენა ოპოზიციამ. მათ სამეცნიერო ცენტრის ოფიციალური მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს. ოპონენტებისა და ოპოზიციური არხების მხრიდან ყალბი აჟიოტაჟის უკან მართველი გუნდი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ხედავს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს უნიკალური კურორტის განვითარებაში უდიდესია, რისი აღნიშვნაც დეზინფორმაციის ავტორების ინტერესებში არ შედის. არჩივიან საერთაშორისო ორგანიზაცია, არჩივიან ავიაკომპანიები და არჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივიან რადიკალური ოპოზიცია ჩივეს. მეცნიერებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი უქმნიდა პრობლემას, შესაბამისად მოხდა დაკორექტირება. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი, რომელიც იყო განადგურებული, გაუბედურებული და ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით თქვენ როდის იყავით ხოლმე აბასთუმანში? ამაზე ხომ არ საუბრობთ? არა, როდის იყავით? ეს ერთმანეთთან თანხმედრაში. ხო და მე ჩადით და ნახეთ ახლა რა ვითარება, რა მდგომარეობა და როგორ ვითარდება ეს ყველაფერი და ყველაფერში ეძიოთ ცუდი, ყველაფერში
რაღაც სიბინძურეები ქეთ. რა მნიშვნელობა აქვს? ვინ ექსპერტი საუბრობს? მითხარით სახელი და გვარი, ვინ ექსპერტი საუბრობს ამასთან დაკავშირებით? არაერთ ქალაქში არის ობსერვატორიის თავზე ჩაკეტილი, მათ შორის ვაშინგტონში. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 1932 წლიდან 1990 წლამდე აბასთუმნის ცა იყო ასევე ჩაკეტილი და იყო აკრძალული ყველანაირი ფრენები. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი იმისთვის, რომ იმუშაოს ობსერვატორია და იცით, რომ ობსერვატორია განაგრძობს მუშაობას სრულიად განახლებული სისტემით და შესაბამისად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ ის სრულ რაღაც კამპანიერის აგორებასაც ცდილობთ, ეს არის აბსოლუტურად სიცრუე და სიცრუე, რომელსაც ძალიან მალე ეცემა პასუხი. აქ არის ლაპარაკი სიმაღლეებზე, რა სიმაღლეებზეც ფრინავი საშუალებები უქმნიან ხილვადობის პრობლემას, ამ შემთხვევაში ტელესკოპს. მათი გამონაბოლქვი და ის ნარჩენები, რასაც ისინი ტოვებენ. ბიძინა ივანიშვილმა გაპარტახებული აბასთუმანის გადარჩენა საკუთარ თავზე აიღო. აგენტურულ მედიას არაფერი გაუშუქებია. პირადი სახსრებით აღადგინა უნიკალური ობსერვატორია. აგენტურულ მედიას არაფერი გაუშუქებია. საკუთარი ინვესტიციებით უნიკალური კურორტი გახადა მიმზიდველი ბიზნესისთვის. აგენტურულ მედიას არაფერი გაუშუქებია. დაიწყო ფილტვის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და მისთვის უნიკალური სამედიცინო ფუნქციის დაბრუნება. აგენტურულ მედიას არაფერი გაუშუქებია. საქართველოს მთავრობამ სრულად გაარემონტა კურორტის შიდა გზები. აგენტურულ მედიას არაფერი გაუშუქებია. დაიწყო ორი ახალი სასტუმროს მშენებლობა, რამაც კურორტს შესძინა ტურისტული დანიშნულება. აგენტურულ მედიას არაფერი გაუშუქებია. მოკლედ რომ ვთქვა, გაჩანაგებული ტერიტორიისგან ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ადგილი აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნიკალურ ადგილად. აგენტურულ მედიას სიტყვაც კი არ დასცდენია ამ საშვილიშვილო საქმეზე. მათთვის, ვისთვისაც საქართველოს წარმატება პირადი ტრაგედიაა, საჭირო იყო აბასთუმანის თემის დასვრა, დაზიანება, ამ ამბავში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ კონტექსტში ხსენება და რა მოიგონეს. აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა და წყარომ გითხრა, რომ ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდაო. არადა ამ დროს გარკვევით წერია, რომ საჰაერო გზის კორექტირება მოხდა მეცნიერთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ობსერვატორიიდან. მედიასა თუ პოლიტიკაში ჩაბუდებულ აგენტურას კი ერთ რამეს ვეტყვი. თქვენნაირი ამორალური ხალხისთვისაც კი უნდა არსებობდეს რაღაც ზღვარი, რისიქითაც ფსკერს აღარ უნდა ხვერწდეთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციური მედია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის დისკრედიტაციას ყალბი ინფორმაციებით ცდილობს, თუმცა სპეკულაციები უშედეგოა, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი იმ მასშტაბური პროექტებისა და ქველმოქმედების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. მათ შორის არის საქართველოს უნიკალური კურორტის დაბა აბასთუმნის სრული რეაბილიტაცია და ასევე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის აღდგენა, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრია. აკერმანისა და კანვასის ტრეინინგების შემდეგ ოპოზიციისთვის კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი გაიწერა. არეულობის გეგმის ავტორი ამჯერადაც უცხოელია. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთმა ლიდერმა იგორ ბლაჟევიჩმა ნაცოპოზიციას უკვე ჩაუტარა 10-მდე ტრეინინგი. უკვე გაიცა კონკრეტული მითითებებიც მორიგი დესტრუქციული სცენარის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს. მმართველი გუნდი კანვასისა და აკერმანის სემინარებს იხსენებს და ყველა მსგავს სცენარს საქართველოში მარცხს უწინასწარმეტყველებს. ანა შანიძე კი ამბობთ. არაერთი ჩავარდნილი რევოლუციური სცენარის შემდეგ ოპოზიცია მაშველი რგოლი ისევ გარეთ ძალებში მოძებნა. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით საქართველოში არეულობის მსურველებს არეულობის ახალი გეგმა ამჯერად ჩეხეთიდან დაუწერეს. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი სწორედ ის პირია, ვინც ქრონიკის ცნობით ოპოზიციას 10-მდე ტრენინგი უკვე ჩაუტარა. მათ შორის რამდენიმე დღის წინ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნაცოპოზიციაში დაბნეულობა. მათი ნაწილი ბლაჟევიჩთან ნაცნობობასაც კი უარყოფს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ტრენინგს თავად არ დასწრებია. საერთოდ არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის. აი საერთოდ არ ვიცი. პირველად მესმის თქვენგან, ამიტომაც ანუ არ იცნობთ ბლაჟევიჩს? საერთოდ არ ვიცნობ. მე ყოველ შემთხვევაში არ დავწრები ვარ და არ მახსენდება, რომ ჩემი კონკრეტული თანაგუნდელი ყოფილიყო აი ამ ტრენინგზე.
როგორც აღმოჩნდა, ბლაჟევიჩს დირექტივები მხოლოდ ოპოზიციისთვის არ გაუწია, რადგან იმედის ინფორმაციით, სწორედ მან დაავალა ტელეკომპანია პირველს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება. ამ ინფორმაციას TV პირველი უარყოფს. რაც შეეხება ტრენინგის სხვა მონაწილეებს, ქრონიკის ცნობით, ოპოზიციის გარდა ტრენინგს ესწრებოდა ჯგუფ ფარის წევრი დავით გუნაშვილი, რომელიც ძალადობრივი აქციების აქტიური მონაწილეა. თუმცა ტრენინგზე საუბარს თავი აარიდა და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კავშირზე გასვლის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა თინა ხიდაშელისა და გია ნოდიას შემთხვევაში, რომლებთანაც როგორც ირკვევა იგორ ბლაჟევიჩს ნაცნობობა აკავშირებს. საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია, რომ სწორედ მათთან ერთად უძღვებოდა 2025 წლის 30 ოქტომბერს კონფერენციას, რომლის ძირითადი თემა საქართველო იყო. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო ქართველებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას, წინააღმდეგობის აუცილებლობას და ხელისუფლების ცვლილებას. ბლაჟევიჩის სოციალური ქსელიდან ირკვევა ისიც, რომ ძალადობრივი აქციებისა და აქციების ორგანიზატორების აქტიური მხარდამჭერია. აგრედიკებდა იმ კანონებსაც, რომელსაც ქართული ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. ამაზე დიდი ბოროტება დღესდღეობით რთულია წარმოიდგინო, ვიდრე ის რომ ქვეყნები თუ ჯგუფები თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ. მეც პირადად დავინტერესდები ამ საკითხით. არ ვიცი ეს ჩეხეთის შემთხვევაში იმის გათვალისწინებით რომ ხელისუფლება შეიცვალა, მე იმედი მაქვს რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება, არ ვიცი, ხარი თუ არა სახელმწიფო დაფინანსება დგას თუ არა ამის უკან, ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად. არავის არ მივცემ საშუალებას, რომ საკუთარი პერვერსული რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველა საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა და გადატრიალება იმდენი. შეეშვან საქართველოს არევას. უახლოესი წარსულის ფონზე ნაცოპოზიციისთვის გარედან დაწერილი მორიგი რევოლუციური სცენარი გასაკვირი არ აღმოჩნდა სახელმწიფო გუნდისთვის. მმართველი პარტია იხსენებს, რომ საქართველოში არეულობის მოსაწყობად უცხოეთიდან უამრავი თანხა დაიხარჯა და გარე მითითებების შესაბამისად არაერთი რადიკალური პროცესი განვითარდა. მთელი წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ გარედან ჩარევებით მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება, საზოგადოების დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება. ამაში უამრავი თანხები იხარჯებოდა წლების განმავლობაში და დღესაც არ ჩერდებიან. მიუღებელია ნებისმიერი ჩარევა, ნებისმიერი ძალადობის თუ ნებისმიერი რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობები ვერ დაიმახსოვრა ამ ხალხმა, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალდამცავები ყველანაირად უზრუნველყოფენ, რომ ერთი მხრივ იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად გარანტირებული. დემოკრატიული ჩარჩოდან გასვლა, რევოლუციურ სცენარებზე ფიქრი და ახალ-ახალი სქემების მოძიება, ეს არის ფუჭი იმედების გაჩენა, ფუჭი ოცნებები ამ მიმართულებით. ამიტომ როგორც ჩანს, სამწუხაროდ ამ ადამიანებმა დასკვნები ვერ გამოიტანეს და მომავალში რაღაც ლამაზი სიტყვებით კი შეფუთავენ ხოლმე თავიანთ ლამაზ სახელებს დაირქმევენ ხოლმე, მაგრამ სტრატეგია როგორც ჩანს არის უცვლელი და ისევ ცდილობენ ხედავენ რომ არჩევნები მათთვის როგორც ჩანს არ იქნება გამოსავალი და რაღაც არჩევნების მიღმა სხვა სცენარებით და სქემებით ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში. თუმცა კიდევ ერთხელ ეს არის მხოლოდ ფუჭი ოცნებები. კანვასის ტრენინგები, პიტერ აკერმანის სემინარები, ჯინ შარპის ტექნოლოგიები, სხვადასხვა დროს ნაცოპოზიცია რევოლუციურ სცენარებთან და მეთოდებთან ერთად რევოლუციების მოწყობის სპეციალისტებსაც ცვლიდა, თუმცა უცვლელი იყო მიზანი არეულობის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ოპოზიციის უკანონო სურვილები შესაბამისი სამსახურების მაღალ დონეზე მუშაობის შემდეგ სურვილებად დარჩა. სავარაუდოდ ასე იქნება ახლაც, რადგან იგორ ბლაჟევიჩის ხელმძღვანელობით დაგეგმილ არეულობაზე, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც არსებული ინფორმაციით საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს. ქართული რეალობის იგნორირება და გერმანული დიპლომატიის არადიპლომატიური სტანდარტი. არაერთი კონსულტაციისა და თბილისიდან გაგზავნილი ოფიციალური ნოტის მიუხედავად გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ მონაცემებს ამ დრომდე არ აახლებს. ოფიციალურმა ბერლინმა ტექნიკური სამუშაოსთვის 4 კვირა ითხოვა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგაც ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა 2 წლის მანძილზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის განახლება.
ქართულმა ოცნებამ საკითხი დღის წესრიგში დღეს კიდევ ერთხელ დააყენა, თუმცა პარლამენტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ არგუმენტირებული განმარტება ვერც ამჯერად მოისმინა. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. მიზანმიმართული დეზინფორმაცია თუ ტექნიკური შეცდომა ოფიციალური ბერლინი ქართველი ხალხის არჩევანს ამ დრომდე უგულებელყოფს. არაერთი კონსულტაციისა და თბილისიდან გაგზავნილი ოფიციალური ნოტის მიუხედავად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით მონაცემები კვლავ არ განახლებულა. საქართველოს პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული. საზოგადოებისთვის ახსნა განმარტებები დღეს არ გაუკეთებია არც გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ლევან მახაშვილის თქმით, აუდიენციის დროს დელეგაციის მხრიდან მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა. ერთ-ერთ საკითხად ესეც ვახსენე, რომ ჩვენთვის გაუგებარია და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში როგორ ვერ შეძლო გერმანიის მხარემ რა მიზეზიც არ უნდა იყოს ამ გამოსწორება ამ ხარვეზის, ითქვა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა კიდევ ერთხელ ეს დავაფიქსირე, რომ ჩვენთვის გერმანიისთვის მით უმეტეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა თემას დაკავშირებით, 2 წელი ასეთი მარტივი პრობლემის გასწორება არ უნდა იყოს ტექნიკური პრობლემა არანაირ ვარიანტში. თუმცა, კიდევ ერთხელ ამ ტექნიკური ხარვეზის გარდა ჩვენ სხვა პასუხი არ მოგვისმენია და იმედია, რომ ახლოს მომავალში თუ ეს მართლაც ტექნიკური ხარვეზია, ეს ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ არ განახლებულა, თუმცა ამ მოთხოვნით გერმანულ მხარეს ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა. ბოლო ვერბალური ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროდან 4 მარტს გაიგზავნა. რეაგირებისთვის კი ოფიციალურმა ბერლინმა 4 კვირა ითხოვა, თუმცა მოთხოვნას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. რატომ არ იცვლება საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე? როგორც მანამდე, დღესაც ეს კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა საქართველოში გერმანიის ელჩმა. პიტერ ფიშერმა ამ კითხვაზე პასუხს თავი მანამდეც აარიდა. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ ანახლებთ საქართველოს შესახებ ინფორმაციას? არა, სხვა დროს შემიძლია მოусმინოთ თქვენს კითხვებს. ჩვენ ასევე მოგმართეთ ელექტრონულ პოსტაზე. მადლობა, კარგ დღეს გისურვებთ, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. არ გაქვთ ჩვენს კითხვაზე პასუხი? ის რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს, ოპოზიციისთვის სპეკულაციების მორიგი საბაბია, რათა შექმნან იმიჯი თითქოს საქართველო იზოლაციაშია, ხელისუფლება კი კრიზისში. არცნობენ ლეგიტიმურად დასავლურ სახელმწიფოები ცივილიზებულ სამყაროში, მათ შორის ამიტომაც არის კრიზისი საქართველოში, იმისთვის რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რისკენაც მოუწოდებს როგორც პროტესტი, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა. ამიტომაც არის ეს ყველა მათთვის ეს ტექნიკური, მათ შორის ეს გამოვლენებები ამ კრიზისის და ამ საერთაშორისო არალეგიტიმურობის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოფიციალური ბერლინი ვებგვერდზე საქართველოს პოლიტიკური პირების შესახებ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ აახლებს, რაც გერმანიის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯია. ამ მატრაკვეცობას უნდა მოეშვა რა. გერმანიის ხელისუფლება რომ ასე თავს ასაგდებად იხდის და საკუთარ თავს დასაცინად ქმნის, აი ასეთი სამარცხვინო სასაცილო თავის მართლებებით, ხო უნდა მიხვდნენ რაღაც მომენტში რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას აი ასეთი ქცევით. ასე არ ვიცი, ასე ელაპარაკონ საკუთარ ელჩს და ერთმანეთთან ილაპარაკონ ასეთი უპატივცემული ტონით, თუ კი გონიათ რომ აქ ვინმეს ახლა ნაცარში აყრიან თვალში ქართულ ხალხს, რომ ერთი აიტიშნიკი ვერ მოძებნეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და თან მერე იმას გვედავებიან ხოლმე, რომ ფული გვაქვს დასახარჯეთ, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშია. საკუთარ ვებგვერდს მიხედონ ჯერ? ნამდვილად გასაკვირია, რომ დღემდე არ არის შეცვლილი ოფიციალური მონაცემები საქართველოს შესახებ. ეს შეიძლება გარკვეულწილად რაღაც ეჭვებს ბადებდეს, თუმცა მეორეს მხრივ, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ზოგადად საერთაშორისო დიპლომატიის ფორმატში აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შესახებ ოფიციალური მონაცემები დამახინჯებული ფორმით არის გამოქვეყნებული. არანაირი ეს ტექნიკური ხარვეზი არ არის და ეს არის ხაპარი უბრალოდ, ეს არის უბრალოდ არამეგობრული ნაბიჯი იმ ქვეყნიდან, რომელსაც საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელის საქართველოს არამეგობრული ნაბიჯების გადადგმას.
აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს იმ ფონზე, როდესაც ვებგვერდზე ინფორმაცია განახლებულია რუსეთისა და სირიასთან მიმართებით. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. პაატასალიამ ნიუ-იორკში ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან. ამასთან მონაწილეობა მიიღო საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, სადაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. დღესვე მინისტრმა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს თბილისში დაგეგმილი საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველოში მოიწვია. დეტალებს თეკლა ბესტავაშვილი გიამბობთ. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება და პარალელურად ნიუ-იორკშივე აქტიურად მიმდინარეობს მზადება თბილისში დაგეგმილი საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმისთვის. საერთაშორისო ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება, მინისტრმა სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პაატასალიამ გაეროში აკრედიტებული ელჩები და გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის წევრები ფორუმზე პირადად მოიწვია. ის ფაქტი, რომ საქართველოს ფორუმის მასპინძელი ქვეყანა იქნება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ რეფორმების მნიშვნელობასა და აღიარებას, რომლებიც ქვეყანამ საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით განახორციელა. ჩვენ დეტალურად გავაცანით აკრედიტებულ დიპლომატებს იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც გაიმართება თბილისში. საუბარი ქონდა იმაზე, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა გავცვალოთ ჩვენი გამოცდილება საჯარო ადმინისტრირების რეფორმირების საკითხებზე, გაუზიაროთ ერთმანეთს როგორც არსებული გამოცდილება, ასევე სამომავლო ხედვები. ჩვენ მოვიწვიეთ დელეგატები მონაწილეობა მიიღონ ფორუმში. ჩვენ გვეწევა დაახლოებით 500 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს მხრიდან, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. ამ 3 დღის განმავლობაში თბილისი შეიძლება ითქვას, რომ იქნება მსოფლიოს ცენტრი საჯარო სერვისების მიმართულებით. ჩვენ ველოდებით 500-მდე დელეგატს წარმომადგენელს, ესენი იქნებიან როგორც მაღალი დონის მონაწილეები, ასევე დარგის ექსპერტები. კაფეოთ დავინახეთ ინტერესი და მზაობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი იქნება სწორედ ის პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნებს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გააღრმავონ სამომავლო თანამშრომლობა. მოწვეულმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ფორუმის ორგანიზების პასუხისმგებლობის აღებისთვის და აღნიშნეს, რომ საჯარო სექტორის რეფორმა ქვეყნების განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. მათი შეფასებით, საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს საჯარო მმართველობის განვითარების პროცესში და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც საჯარო მმართველობის განვითარების გზაზეა და ცდილობს მოქალაქეებს რაც შეიძლება უკეთესი სერვისები შესთავაზოს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფორუმის ორგანიზება იმ ფორმით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი საერთო ძალისხმევის ფარგლებში. მოუთმენლად ველი დაგეგმილ ფორუმს გასულ წელს უზბეკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ვისაუბრე ხელოვნურ ინტელექტზე. ვიმყოფებოდი სამხრეთ კორეაში, სადაც ასევე ხელოვნურ ინტელექტზე იყო საუბარი. იმედი მაქვს მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პირველ რიგში ვილოცავ საქართველოს, რომ უმასპინძლებს ამ მნიშვნელოვან და შესანიშნავ ღონისძიებას. როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს გამოცდილება ამ ფორუმის მასპინძლობაში, მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ძალიან კვალიფიციური ქვეყანა ამ ფორუმის ორგანიზებისთვის და საჯარო სერვისების განვითარების ხელშეწყობისთვის. პარალელურად ვიზიტის ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრები. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან გაიმართა. აუდიენციაზე მინისტრმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აქვს. საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემასაც, რომელიც საერთაშორისო შეფასებით ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. ხაზი გაესვა ასევე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ქონდა საუბარი ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, თუ რამ გამოიწვია ამ ცვლილებების განხორციელება, ასევე გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, ღიად ვესაუბროთ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმები და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესი. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების ტრანსფორმაციაში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების როლზე. ქონდა შესაძლებლობა სიტყვით მიმართა ექსპერტთა კომიტეტისათვის, საზოგადოებისათვის და გვესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ხაზი გაუსვით იმას, რომ საქართველო არის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს მოქალაქეზე, რომელიც ზრუნავს ადამიანზე და ჩვენი მიზანია იმგვარი სახელმწიფო, რომელიც უსმენს ადამიანს და რომელიც ქმნის შესაძლებლობებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. დაგეგმილია კიდევ არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრი გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით. მხარეებმა საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან, საქართველოს და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთის საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. პრემიერმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეხვედრის ფარგლებში მაკაბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო მეგობრობის ძალისხმევაში გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზი მოინახულეს და წაროვანში დევნილთა დასახლებას ეწევდნენ. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვას ითხოვს. პარტიამ საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურა, რაც პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოусმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი არარელევანტურია. ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროკავშირისკენ სვლა არ შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს და საჭიროა ნეიტრალიტეტის იდეის შესახებ საზოგადოებამ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. სახელმწიფო გუნდი ყველა პოლიტიკურ საკითხზე დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს, თუმცა აღნიშნავენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა კონსტიტუციაში ასახული და ქვეყნის საგარეო კურსი არ გადაიხედება. დეტალებით სოსველისაშვილი. ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობა საქართველოსთვის, საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობა და შეცვლილი მსოფლიო წესრიგი. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი არარელევანტურია, ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ევროინტეგრაციაზე საუბარი აზრს მოკლებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით პარტიის ლიდერები საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმის მიზნით საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვას ითხოვენ. კოლექტიური მოძრაობა ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივების შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალური სტატუსის სწორად აღქმას.
უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორად ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელება. ნატოში გაწევრიანების უსაფრთხოების ხოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია წარმოჩენა თავშივე უშედეგო და მცდარი ერთიანი ნეიტრალური საქართველო კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას ხელისუფლების წინაშე. პარტიის ლიდერებმა დღესვე იმ სიკეთეებზეც ისაუბრეს, რასაც საქართველო ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების შემთხვევაში მიიღებს, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. გარდა ამისა, ნეიტრალურ საქართველოში განმარტავენ, რომ მათი ხედვით ქვეყნის განვითარება სახელმწიფოს გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს. იმაზე მეტად არარელევანტური არაფერია, ვიდრე 2026 წელს ამ ახალ მსოფლიო რეალობაში კიდევ საუბრობდე ევროინტეგრაციაზე და კვლავ ეს საკითხი რჩებოდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად. მაშინ, როდესაც კონფლიქტების და ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე სწორედ ნეიტრალიტეტია დღეს ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია დაგვაახლოვოს ქვეყნის გამთლიანებასთან. ნეიტრალიტეტი მართლაც არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს, დამოუკიდებლად მოხდეს მის ეკონომიკურად განვითარება და არ იყოს დამოკიდებული რაღაც ბლოკებზე და გარკვეული ურეიტინგო ევროპელი ლიდერების დიქტანტზე იმისათვის, თუ როგორ იცხოვროს ჩვენი ქვეყანა. ნეიტრალური საქართველოს განცხადებას ქართულ ოცნებაში პასუხობენ მმართველ პარტიაში დებატებისთვის მზაობა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით აქვთ ქვეყნის დასავლურ კურსზე საუბრისას კი სახელისუფლებო გუნდში უსვამენ ხაზს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა კონსტიტუციაშიცაა ასახული და ამ მხრივ პოზიციის ცვლილება არ იგეგმება. საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის. საკითხი არის იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენს გარშემო რაც ხდება, ეს არ წყდება დეკლარაციებით, კონსტიტუციაში ჩანაწერებით და ამგვარი, ასე ვთქვათ, ტერმინების შემოტანით. ამას უნდა ბრძნული პოლიტიკა, რომელიც აარიდებს ქვეყანას კონფლიქტებს და აარიგებს იმ სირთულეებს, რომელსაც დღეს სამყარო გადის. და საქართველოს ხელისუფლება ამის მაგალითი არის, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს პირველად პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ დაწყებულა, საქართველოში სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მიდის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, არასამართლიანი დამოკიდებულება, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო არის შანტაჟის ქვეშ, მუქარების ქვეშ. იმ ნაწილში რომ რა თქმა უნდა სიფრთხილე მართებს, მე რა თქმა უნდა ვეთანხმები და ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, რა თქმა უნდა ეს არის პრაგმატული პოლიტიკა და მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული და გამტკიცებული. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ლიდერები განმარტავენ, რომ ნეიტრალიტეტის იდეის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურად იზრდება. რეკლამის დრო პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს. საქართველოს ეკონომიკური წარმატება და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მორგი აღიარება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით საქართველოს ეკონომიკა დადებით მაჩვენებლებს მომავალში შეინარჩუნებს. გავლენიანი ორგანიზაციის პროგნოზით საქართველოს აქვს შანსი მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი მოიპოვოს. დეტალებით ნინო საულქვაძე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2021 წლების პერიოდში საქართველო გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. რეალური ეკონომიკის ერთ სულზე ზრდის ტემპით კი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის და ევრაზიის რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. აღნიშნული პროგრესი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ხასიათდება სტრუქტურული მდგრადობითა და გრძელვადიანი ტრენდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გრძელვადიანი პროგნოზები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკის
ეკონომიკური კეთილდღეობის დინამიკაზე, რომელიც როგორც წესი იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველთუნარიანი ეკონომიკის სიდიდით. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024-26 წლების პერიოდი, რომლის განმავლობაში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ჯამურად 25.7%-ით იზრდება. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასეთი მაღალი ზრდის ტემპი კი მიუთითებს როგორც შიდა ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებაზე, ისე საგარეო ეკონომიკური გარემოს შედარებით ხელსაყრელ მდგომარეობაზე. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმ ამბიციური რეფორმების და ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმის გათვალისწინებით, რაც საქართველოს გააჩნია, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნება და საბოლოო ჯამში ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ეკონომიკური კეთილდღეობის შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მსყიდველთუნარიანი პარიტეტის მიხედვით გათვლილი მაჩვენებლები. 2013-2025 წლებში საქართველოს ერთ სულზე მსყიდველთუნარიანი ეკონომიკა ფაქტობრივად სამჯერ იზრდება და $31,352 აჭარბებს. 2026 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი $33,990 მიაღწევს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოს სწრაფად უახლოვდება განვითარებული ეკონომიკების დონეს. საქართველოს მკვეთრად ამცირებს ჩამორჩენას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მიდის წინ ჩვენ რომელსაც გვინდა მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, უკვე 2028 წლიდან გვეხსნება ეს პერსპექტივა და 2028-30 წლების დიაპაზონში საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ყველაზე მზად ევროკავშირის ინტეგრაციისათვის და გამორჩეული ქვეყანა იქნება რეგიონში ამ თვალსაზრისით. საშუალო ვადიან პერსპექტივაში 2024-31 წლებში საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავ სურათს აჩვენებს. აღნიშნულ პერიოდში ერთ სულზე რეალური ეკონომიკა 61%-ით იზრდება. მთლიანობაში 19 წლიანი პერიოდის განმავლობაში კი საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 175%-ით იზრდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მრავალი სხვა განვითარებადი ქვეყნის მაჩვენებელს. მსყიდველთუნარიანი ეკონომიკის მაჩვენებელი 2024-31 წლებში 91%-ით იზრდება და 2021 წლისთვის $47,750 გადააჭარბებს. ეს პროგნოზები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ მხოლოდ წარმოების მოცულობა იზრდება, არამედ მნიშვნელოვნად უმჯობესდება მოსახლეობის რეალური მსყიდველთუნარიანობაც. ეს აჩვენებს იმ რეფორმების წარმატებულ ხასიათს, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა. ამის ფაქტობრივი მაჩვენებელია თუნდაც გასამაგებული ექსპორტი, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი. ყველაზე მთავარია თვითონ შემოსავლები. ჩვენ ვაიღოთ რა იყო შემოსავლები თუნდაც 10 წლის წინ და დღეს როგორ არის, როგორც დედამიწა ისე არის, დაახლოებით 3.5-ჯერ არის გაზრდილი. მნიშვნელოვანი არის თვითონ პროგნოზი სავალუტო ფონდისა, რომელიც საქართველოს უახლოეს წლებში, გულისხმობ უკვე 26-31 წლებში, განიხილავს როგორც ლიდერს არა რეგიონში, ან თუნდაც ევროკავშირში, არამედ გლობალური მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები საქართველოს ეკონომიკას წარმოაჩენს როგორც სწრაფად განვითარებას, რომელიც თანდათან უახლოვდება უფრო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს. ის რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა გახდება, ამაზე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ წლების წინ 2014 წელს საუბრობდა, როდესაც პლატფორმა 2030 დააფუძნა. სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ამ სტატუსის მოპოვების პერსპექტივა საქართველოს 2028 წლიდან ეხსნება. საქართველოში Starbucks-ი შემოდის ამერიკული კომპანიის პირველი ობიექტი თბილისში ზაფხულში გაიხსნება. დედაქალაქის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ყავის ქსელი ეტაპობრივად სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება. Starbucks-ი ქართულ ბაზარზე ოპერირებას პარტნიორ Alshaya Group-თან ერთად იწყებს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის მოთამაშის შემოსვლა ქვეყანაში ახალ ინვესტიციებსა და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. დეტალებით მარიამ რატიანი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ყავის დაგემოვნება მალე თბილისშიც იქნება შესაძლებელი. Starbucks-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს. პირველი ობიექტი ამ წლის ზაფხულში დედაქალაქის ცენტრში Axis Towers-ის შენობაში გაიხსნება. მომდევნო თვეების განმავლობაში კი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება. ბრენდის მასშტაბი და ცნობადობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო მსხვილი კომპანიების ინტერესს იწვევს. პროექტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ტურიზმზე, ისე ქვეყანაში დასაქმების ადგილების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზეც.
Starbucks-ი არის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მოთამაშე ამ ბიზნესში და მისი შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მიმზიდველი გარემო საინვესტიციოდ ბიზნესის გასაფართოვებლად და რა თქმა უნდა ამას ექნება გადამდები ეფექტიც, მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის და ზოგადად ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მოლაპარაკებებს ქვეყნის შესაბამისი უწყებები აქტიურად აწარმოებდნენ. საქართველოში არსებული საინვესტიციო პირობების გაცნობის შემდეგ Starbucks-ის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა ორმხრივი ინტერესის საგანი გახდა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით. ჩვენ ამ პროცესს მჭიდრო კოორდინაციაში ვახორციელებთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად. ჩვენი საელჩოები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით და Starbucks-ის შემთხვევა ზუსტად სწორედ ესეთი შემთხვევა. მათ მივაწოდეთ ფართო ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით. ბრენდის ფლომელმა გადაწყვიტა მას შემდეგ, რომ ჯგუფი გამოეგზავნა საქართველოში მდგომარეობის შეფასების კუთხით და დღეს შედეგად გვაქვს ის, რომ Starbucks-ი საქართველოში შემოდის. სოფლიო ბრენდი საქართველოში ალშაია გრუპის მეშვეობით შემოდის, რომელიც ამერიკული სავაჭრო ნიშნის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია. ის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს, რომელთა სიასაც რამდენიმე თვეში საქართველოს შეემატება. მოლაპარაკებები ალშაია ჯგუფთან წარმატებით დავასრულეთ და პირველი Starbucks-ის ფილიალი თბილისში უკვე ზაფხულში გაიხსნება. მადლობა მინდა განსაკუთრებული გადაუხადოთ ჩვენს საელჩოს ქუვეითში, განსაკუთრებულად ბატონ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩართული ამ პროცესში. არ არის მხოლოდ მაღაზიის ფორმატზე ლაპარაკი, ლაპარაკია სხვადასხვა ფორმატებზე. Starbucks-ი უკვე 55 წელია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს და სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. კომპანიის ქსელი ჯამში 40,000-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისში საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო ბაიერები და ევროპული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ და ათვალიერეს მუზეუმები და აგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. პარალელურად შეხვედრები გაიმართა ქართულ კომპანიებთან. სამიტის მიზანი ევროპულ ბაზარზე ჩვენი ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ცნობადობის ამაღლებაა. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. ახალი შესაძლებლობები, კონტრაქტები და პარტნიორები გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენმა ქვეყანამ მასშტაბურ საერთაშორისო B2B სამით ბაი ტარიფას უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი ევროპულ ბაზარზე საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაა. სამდღიანი სამიტის ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ პოტენციურ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები სრულიად უსასყიდლოდ გაემართათ. ბრიტანეთიდან და ევროპიდან 50 საერთაშორისო ეგრეთ წოდებული ბაიერი, ყიდველი, რომელიც ეძებს ბიზნეს პარტნიორს საქართველოში, ჩამოვიყვანეთ თბილისში. საქართველო ნამდვილად ხელსაყრელია და ძალიან მყარად მოსჩანს ევროპის რუკაზე. ამ სამიტის მოწყობა ასეთ დროს არ იყო მარტივი, მაგრამ საქართველოს შესანიშნავი მიმართულებაა და ამ რთულ სიტუაციაში ეს ტურისტული მიმართულება ნამდვილად გამოსავალია. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 50 საერთაშორისო ეგრეთ წოდებული ბაიერი ესტუმრა. ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსა და სერვისის მიმწოდებლებს შეხვდნენ. სამიტში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ჩემი აზრით მოგცემს შესაძლებლობას, რომ ახალი პარტნიორები მოვიძიოთ, ახალი კონტრაქტები გავაფორმოთ და დივერსიფიცირება მოვახდინოთ იმ ბაზრებისა, რომლებიც ან შევავსოთ ნაწილობრივ ის ბაზრები, რომლებიც დავკარგეთ. უკვე მეორე წელი არის, რაც ტარიფა სამიტში უღებლოთ მონაწილეობას და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ კარგი ჟესტი იყო აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე და მოხდა დაფინანსება ამ ღონისძიების ადმინისტრაციის მიერ. B2B სამით ბაი ტარიფას ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. დაათვალიერეს მუზეუმები და აგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. იმყოფებოდნენ სხვადასხვა სასტუმროებში, მოინახულეს ტურისტულად მიმზიდველი ადგილები. სტუმრებმა მომავალ პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. აღნიშნეს, რომ საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით და ბიზნეს ღონისძიებების კუთხით დიდი პოტენციალია.
დაინტერესება საკმაოდ დიდია საქართველოზე, განსაკუთრებით ჩვენ ახლა კახეთის რეგიონში ვართ და კახეთის რეგიონის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არის. წელს ჩვენთვის აქ მონაწილეობაც იყო რაღაც საკმაოდ უსასყიდლო, რაც ასე ვთქვათ, კიდე мотиваცია და გარკვეული შემსუბუქებაა ამ გაუქმებების ფონზე ტურისტული კომპანიებისთვის, თუმცა ასევე გვეძლება რა თქმა უნდა შესაძლებლობა, რომ ბევრი საინტერესო და ახალი პარტნიორი გავიცნო. ჩვენ ძირითადად სათავგადასავლო მოგზაურობაზე ვართ ორიენტირებულები და საქართველოს ამისთვის იდეალური მიმართულებაა. ნამდვილად გაოცებული ვარ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებით. საქართველოს ძალიან მოგწონს ეს ქვეყანა ჩვენთვის 64-ავითაა პატარა, მაგრამ ულამაზესი და მრავალფეროვანია. სულ რაღაც 3 საათში მანქანით მთებში ხართ, იქიდან კი ზღვაზე. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ადგილია მაის საქმიანი ტურიზმისთვის. ჩვენ სპეციალიზირებულები ვართ მაის მიმართულებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველა ახალი სასტუმროს და ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ვაჩვენო პოლონელ ბაიერებს თუ რა შეთავაზებები აქვს საქართველოს. პოლონეთში საქართველოს უცნობი აღარ არის. ბოლო წლებში საქართველოს ძალიან კარგად ვითარდება. ვფიქრობ, დროა ბაიერები დაინტერესდნენ ამ მიმართულებით. ძალიან მოხიბლული ვარ ქართული სტუმართმოყვარეობით. ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით, როგორც ბიზნეს ღონისძიებების კუთხით, ასევე ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ დღევანდელი შეხვედრების, სასტუმროების მაღალი ხარისხითა და მათი მომსახურებით. ვაპირებ საქართველოში დიდი ჯგუფი ჩამოვიყვანო. მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. საგარეჯო ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, განახლებული სააღზმდელო დაწესებულებები, მოწესრიგებული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეაბილიტირებული გზები. კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. დაგეგმილია ბადიაურის მიმდებარე ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული სავაჭრო სივრცის მოწყობაც. ამასთან დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირდამცავი გამბიონის გამაგრებითი სამუშაოები ლაგოდეხში. კახეთში მიმდინარე პროექტებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. განახლებული საბავშვო ბაღები, სპორტული ცენტრები და რეაბილიტირებული გზები კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. რეგიონში აქტიურად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგარეჯო ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი გზის მოწყობას, ასევე ხიდებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. მაგისტრალის დასრულების შემდეგ გადაადგილება მეტად უსაფრთხო გახდება. მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობა. კიდევ ერთხელ მოვინახულეთ საგარეჯო ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობა. კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად დეტალურად გავიარეთ პროექტის გამოწვევები. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ მალე უკვე საქართველოს მოსახლეობას მიეცემა საშუალება ამ ახალი მაგისტრალით იმგზავროს. მოვინახულეთ ის საბაზისო ინფრასტრუქტურული მიმდინარე პროექტები, რომელიც უპრეცედენტოდ მასშტაბურია ჩვენს რეგიონში. განსაკუთრებით გამოსაყოფია კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთი, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის და კახეთის სტუმრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს, ასევე უხსნის ახალ შესაძლებლობას ჩვენი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. კახეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა ლაგოდეხში ჯანელიძის ქუჩაზე ახალი მრავალფუნქციური სპორტული და დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც უახლოეს პერიოდში მოეწყობა. სივრცე სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის იქნება ადაპტირებული და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ დასვენებას ხელს შეუწყობს. პარალელურად საგარეჯოში შენდება 75 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. დღეს ვიმყოფებით საგარეჯოს რაიონში, სადაც მიმდინარეობს 75 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა. მშენებლობა დასრულების ეტაპზე არის, მისი ბიუჯეტი 1.600.000 შეადგენს. ბაღი იქნება სრულად თანამედროვედ აღჭურვილი თავისი საბავშვო მოედნებით და ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც აუცილებელი არის. ლაგოდეხში მინისტრი ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსაც გაეცნო. მოინახულა მდინარე ლაგოდეხის ხევზე დაზიანებული ნაპირდამცავი გაბიონი. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე მოსახლეობისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირსამაგრის სამუშაოებს მალე დაიწყებს. სტიქიის შედეგების აღმოფხვის მიზნითაც ვიყავით რამოდენიმე ლოკაციაზე. შესაბამისად დაიგეგმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ის ღონისძიებები თუ რაც უნდა გატარდეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რომ მომავალში პრევენცია განხორციელდეს.
რეგიონში განხორციელებული პროექტები, ახალი სკოლები, განახლებული საბავშვო ბაღები, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეაბილიტირებული გზები ქმნის საფუძველს რეგიონული განვითარებისთვის, ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებს და აღრმავებს რეგიონის ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სპორტულ პოტენციალს. ტრადიცია, რომელიც არც წელს დაირღვა, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში წაჩხურობის დღესასწაული აღნიშნეს. წაჩხურის მთავარანგელოზთა ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან უშვილო წყვილები იკრიბებიან, ეკლესიისკენ გზას ფეხით გადიან და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას თხოვენ. ტრადიცია ეკლესიაში მორთული აკვნების მიტანა და მათი კურთხევა. დღესასწაულზე ის წყვილებიც იკრიბებიან, ვისაც ამ სახალხო რიტუალში მონაწილეობის შემდეგ შვილი ეყოლათ. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. ეს რთული გზა მთავარი მიზნისკენ მიდის. ყოველ წელს აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს წაჩხურუს მთავარ ანგელოზის სახელობის ტაძარში ასობით მომლოცველი იკრიბება. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან რწმენით, მოლოდინით და ერთი სურვილით, ოჯახში შვილის მატებით. თათია მესხია წაჩხურუს ტაძრის სასწაულზე გვიყვება. ამბობს, რომ წლების განმავლობაში მას შვილი არ ჰყავდა. დღეს კი უკვე 2 შვილის დედაა. წელს ტაძარში მადლიერებით დაბრუნდა, საკუთარი აკვანი დატოვა, რათა ის სხვა წყვილს გადაეცეს და იმედის სიმბოლოდ იქცეს. ამოვედი რწმენით, ძალიან დიდი იმედით. ყველა აქ მომლოცველს უსურვებ, რომ ის მადლი წაეღოს და ის ასული და ძედაბადებოდეთ და ამოსულიყო მომავალ წელს, რაც გულით ჩაუთხით. წაჩხურობის მთავარი ტრადიცია სწორედ აკვანს უკავშირდება. წყვილებს ტაძარში ყვავილებით მორთული აკვნები მიაქვთ. აკურთხებენ და შვილის ყოლას შესთხოვენ. მრავალი ოჯახი ამბობს, რომ აქ ლოცვის შემდეგ ნანატრი ოცნება აუსრულდა. ამიტომ წაჩხურობა წლების განმავლობაში რწმენისა და სასწაულის დღესასწაულად იქცა. შვილის ყოლა მინდა და მაგ მოლოდინით მოვდივარ. მესამეთ მოვედი უკვე. და რწმენით ვარ, ხა მესამეთ ერთსამობით არის და იმედია შემდეგში ბავშვით მოვალ. არა ყავს უკვე 9 წელია ვართ და ოჯახებული და იმედი გვაქვს, რომ წაჩხურის დღესასწაულზე ჩვენც გვეღირსება პატარა ანგელოზი. დღესასწაულზე სპეციალური წირვა უშვილო წყვილებისთვის ტარდება, მათ სახელებს ლოცვებში იხსენიებენ. წყვილები ეზიარებიან, აკვნებს კი სასულიერო პირები აკურთხებენ. საზეიმო ლიტურგია ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე მაღავლინა. ქადაგებაში მან რწმენის, ღვთის სიყვარულისა და ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რო წამს ისე უნდა წამდეს, რომ ენდობოდე ღმერთს ყველაფერში, იმაშიც რომ შვილი არ აკავს და იმაშიც რომ შვილი ყავს და მოგცემს ღმერთი იმას, რა ჩვენთვის სასარგებლოა. ესა და ყველა ვიც აქ მოვიდა, რა თქმა უნდა, ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა მისცა შვილიერება, იმიტომ მე მხოლოდ ერთს ვისურვებ, რომ შვილიერება რაც შეიძლება მეტი საქართველოს სჭირდება გამრავლება და გაძლიერება. წაჩხურობა საუკუნოვანი ისტორია აქვს. კვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრადიცია დროთა განმავლობაში ქრისტიანულ კულტურას შეერწყა და სრულიად ახალი, სულიერი დატვირთვა შეიძინა. დღეს ეს დღე მხოლოდ სალხინოს კი არა, უკვე სრულიად საქართველოს დღესასწაულია. ეს ყაპასტევის საინფორმაციო გამოშვება შვიცაძე, მოხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.